მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო ევროპულ იარაღზე, ცივ იარაღზე, ევროპულ თანებზე. ჩემ ხელთ ახლა რაც მაქვს და რა ქვეყნების ნამუშევრებია, იმის მიხედვით ჩემ კოლექციაში მაქვს რაღაცები. ძირითადად ევროპული გასაყრელი ცივ იარაღზე მინდა ვისაუბრო, ეგრეთ წოდებული იტალიური სტილეტო ანუ ვენდეტას ტიპის დანებზე. ესენი მოკლეებია რაპირას და შპაგას პატარა ვერსიებია, მაგრამ ამისი არის გრძელი ვერსიები საბრძოლო, როდესაც შეიარაღებაში ქონდათ ამ ქვეყნებს. თუმცა დღეს ეს ვერსიები ეს არ არის საჭრელი იარაღი, ეს არის სრულად ეგრეთ წოდებული ჩხლეტავი, ანუ გასაყრელი იარაღი. ეს ვაშლი და კივის შემთხვევით არა მაქვს, მინდა შევხედოთ თან ძლიერად არ მინდა დავაწვე, დაახლოებით 2 კილოთი დავაწექი და თუ ძალას იხმარ, მთლიანად გავუყრი ახალს ამ ვაშში, გავა მეორე მხარეს. მოკლედ, აი ეს არის საჩხლეტი იარაღი. აჩვენებთ, ძალა ფაქტიურად არ ჯერდება. ანალოგიურია, ეს არის დიდი სტილეტო. აი როგორ გითხრათ, ძალიან მარტივად შედის, ძალიან მარტივად გადის. ახლა ვაშლი გაიარა ჩვეულებრივად, ეს დიდი სტილეტოა, ეს პატარა. ამასაც ისევე თევე პირი აქვს. ანუ ეს იარაღები, ევროპული ეს იარაღები არ არის საჭრელი იარაღი. ეს არის გასაყრელი იარაღი. აბსოლუტურად. ეს იტალიურები ეს არის ეგრეთ წოდებული კისერზე სატარებელი შოტლანდიური კელტის დანა. ანუ შოტლანდიელებს ეწვათ კელტები, ანუ კაბები და დანას რო იდებდნენ და ჯიბი არ ქონდათ, ეს არის სატარებელი ესეთი დანა. თუ დააგვირდებით პირს, ესეც ამის ტრელიც აქვს, პირი დაშვებაც აქვს, მაგრამ გასაყრელათაც მშვენიერი იარაღია და საჭრელათაც გადასარევად ჭრის. ანუ ისეთი პირი აქვს და ისეთი ერგონომიკა, რომ ეს ასე მუშაობს. ეს არის ფრანგული ოპინელი. ამ ევროპულ დანასაც თუ დააგვირდებით, ეგრეთ წოდებული ჭრის მეფია. თხელია, პირი დაშვება მთლიანი აქვს და ძალიან მაგრად ჭრის. არანორმალურად ჭრის, აი ეს ფრანგული ოპინელი. ძალიან მაგარი მჭრელებია. დიდი ძალისხმევა და ძალდატანება არ ჭირდება. ასეთივე ვერსია არის ეგრეთ წოდებული ესპანური ნავახა. ესეც ისეთი ერგონომიკა აქვს, რომ გაყრაზეც და გაჭრაზეც მუშაობს გადასარევად. დიდი ძალისხმევა არც ამ დანებს არ ჭირდება. მე მაქვს დიდი ხანია ესეთი საინტერესო ინგლისური დანა. ეს არის ნაღდი ინგლისური დანა, ძალიან დიდი ხნის და აი ესეთი ორი პირი აქვს. ერთი პატარა, მეორე ცოტა მოზრდილი. რა ვიცი, რაიმეს გასათლელად და გასაყრელად. ბოლომდე ჩადის აი ეს 3 სანტიმეტრიანი პირი. აი ძალაც რო არ ჭირდება ის. აი ასეთია ძირითადად ეს ევროპული გასაყრელი იარაღები. ძირითადში ყველა ისინი მუშაობს გაყრაზე.
და ძალიან მარტივად შედის ამა თუ იმ ქსოვილში თუ ამა თუ იმ ხილში თუ ხორცში. მადლობა ყურადღებისთვის. თუ იმეს რაიმე დაგაინტერესებთ, შემიძლიათ პასუხი გაგცეთ.